არის ძალიან საინტერესო ვიდეო, რადგან როგორც ხედავთ, ეს პაციენტი დასეირნობს ექიმების თანხლებით, მისი გულისა და ფილტვის ფუნქციას კი აი ეს აპარატი ასრულებს, რომელიც მას უკან მოხვდება. ამ თერაპიულ მეთოდს ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაცია ჰქვია და ის გამოიყენება მძიმე პაციენტებში რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთაც აქვს წვავე გულის ან ფილტვის უკმარისობა ან ორივე ერთად. ამ დროს პაციენტები ძირითადად არიან სედირებულები, ეს თერაპია კი მათ აძლევს საშუალებას კარდიოგენული და რესპირატორული რესურსი დაზოგონ და ამ მძიმე მდგომარეობის გადატანის შემდეგ ნელ-ნელა ისევ ფუნქციები აღიდგინონ. ამ ყველაფრის შესასრულებლად კი საჭიროა მინიმუმ 2 მსხვილი კალიბრის მქონე კანულა, აი ამ შემთხვევაში ხედავთ ვენურ კანულას, რომელსაც გამოაქვს ვენური სისხლი ორგანიზმიდან, მას ამდიდრებს ჟანგბადით, ფილტრავს ნახშირორჟანგისგან, ათბობს და ისევ აბრუნებს ვენური ან ამ შემთხვევაში არტერიული კანულით უკან ორგანიზმში. ეს ყველაფერი კი ორგანიზმს საშუალებას აძლევს, რომ გულის ფუნქცია და სასუნთქის სისტემის ფუნქცია განიტვირთოს ამ მძიმე დაავადების მდგომარეობაში და მიეცეს მას რესურსის დაზოგვის საშუალება, რათა უფრო მალე მოახდინოს აღდგენა თავისი ფუნქციის.